რეჟიმის ტყვეებს ხნეობა მინდა უსურვო და აუცილებლად გავიმარჯვებთ. რაც შეეხება 2024 წლის იმ ავად სახსენებელ დღეს, პირველ რიგში ის რომ ჩართვაზე იყავით და ის წყლის ჭავლის მანქანა დამიზნებით ეს რომ ასე ვთქვათ ასრულებდა ჟურნალისტებს, ეს ფაქტი იყო. იგივე ხდებოდა ჭიჭინაძის ქუჩაზეც და იგივე რუსთაველზე, როცა თავისუფლების მოედნიდან მოდიოდა და ჩართვაზე იყავდა პირდაპირ ჭავლი თქვენს ოპერატორს მოხდა და საკმაოდ დაზიანებაც მიიღო და იქ ვიყავი ახლოში ვიღებდი რა ამ ყველაფერს და რაც მოხდა ეგ იყო რომ მიგიყვანეთ სასწრაფომდე და თან ყველაზე ნიშანდობლივი და ხაზგასასმელი იყო რომ თქვენი ოპერატორი კამერას არ მანდობდა კი მომეცი კამერა წუხდებოდა ადამიანი და ბოლომდე სასწრაფოს მანქანამდე კამერა ხელში ეკავა რომ რაღაცა ალბათ ის პროფესიული ხო, თვითონაც სუდად იყო, ვერ სუნთქავდა და აი ახლა რასაც ხედავდა მაყურებელი ჩემს კადრს, რომელიც სასწრაფოშია გადაღებული, ჯონი ბაკურიძეს ეკუთვნის, ანუ სუდად იყო, მაგრამ მაინც აგრძელებდა მუშაობას. ხო, იქ მიგიყვანეთ და მე გავაგრძელე მუშაობა და გადაღება კადრების და არჩილ შენ ამტკიცებ, რომ წყლის ჭავლი, რომელიც გვწვავდა, პირველად არ გამოიყენო ეს გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში. ბევრად ადრე თქვენ იგრძენით აი ამ სპეციალური ხსნარით მომზადებული წყლის ეფექტი, ხო? გვითხარით ამის შესახებ. ვიგრძენი რა და დავინახე კიდევაც აი გაზაფხულის აქციებზე 2024 წლის აქციებზე ხდებოდა რა იქ შენარევი მანქანაში რაღაცა წყლის ჭავლი როგორც იყო ისე არ იყო. აი ციცაკის სპრეის ამის ჭავლის წინა ასე ვთქვათ ასხავდნენ რომ ჭავს შორს გაეტანა ეს ციცაკის სპრეი და ყველა მიცით უკვე გამოვიბძმედეთ ამაში რომ წყალი და ციცაკის სპრეი საკმაოდ იხსნება ასე ვთქვათ და უფრო მწვავე არის მაგრამ კონკრეტულად იმ ოქტომბერ 28-ში 28 ოქტომბერს მოხდა ის რომ უშუალოდ მანქანებიდან წამოვიდა ეს რაღაცა ქიმიური შენაერთი რომელიც იმღამეს ის რაც მქონდა ასე მეცვა მე გარედან ის საშინლად რა ვიცი გააფუჭა კინწმენდაში მომიწია წაღება იმ საწუნარი მის რომ გაეწმინდათ მთელი 3 დღე მარტო სახლში სუნი ვერ გავდენე გარეთ ასე ვთქვათ და საინტერესო ის იყო რომ ამ დასველების დროს ჯერ ფოტოაპარატი დამიზიანდა იმიტომ რომ ჭავლი ჭიჭინაძის ქუჩაზე აი პირდაპირ წამოვიდნენ და აქეთ ჟურნალისტები ვიყავით ფოტოგრაფები ოპერატორები ჯერ დამიზნებით როგორც იციან ხოლმე პირველი ჩვენ და გვიშინეს ასე ვთქვათ მზად ვიყავით უკვე ნიღბებით კიდევ კარგი რომ ნიღავი მეკეთა და შემდეგ რამოდენიმე ხნის შემდეგ ეს ფოტოაპარატი დამიზიანდა და დასველდა იმ მომენტში და რაღაც სახლში რო წავედი უკვე რამოდენიმე ხანი ასე ვთქვათ გამოშრობა იყო საჭირო და მე თვეების შემდეგ აი რეზინა დაიწვა დაიშალა და რაღაც ხაჭოსავით გადაიქცა და ეს კაუჩუკის კიდე რემენი მქონდა რა ამ ფოტოაპარატზე და ეგეც დაწყდა და ახლა რო ეს ქიმიური შენაერთი BBC-ს ფილმის შემდეგ დავდევი ეს პოსტი რომ მეთქი ასე მოხდა თქო და კიდე ერთ-ერთმა ჩემმა კოლეგამ სულ მიგვირდაო რატო დაემართა ესო ჩემ აპარატსო და ზოგადად ასე დაემართა ამ ქიმიურ რეაქციაში შევიდა ეთყობა რეზინასთან და რაღაც ეს დაშეჭამა რეზინა რა და მოიდგინეთ ახლა პოსტით დავწერე რომ ფილტვებს ორგანიზმს რას უნდა ეს ყველაფერი. ხო, ეს ფაქტობრივად შეიძლება იყოს დასტური იმისა, რომ წყალი შეიცავდა რაღაც ქიმიურ ნივთიერებას. კი მოყევი, მაგრამ მოდი ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია კიდევ ერთხელ, აი ძალიან გასაგებად მარტივად მაყურებელს უთხრათ. შენ აქციაზე დასველდა შენი ფოტოკამერა, რომელსაც ახლა კადრში ვხედავთ, შემდეგ წახვედი სახლში, რომ გაგეშრო ეს ფოტოკამერაც მათ შორის და რამდენიმე დღის შემდეგ უკვე ამ დასველებულმა, ამ წყლის ჭავლი მანქანით დასველებულმა ფოტოაპარატმა დაიწყო რა ვიცი დნობა არა ეს რამდენიმე დღეში არა გურამ აი 1-2 თვის შემდეგ ანუ იმ რეზინამ ფორმა შეიცვალა რა შემადგენლობა გაუხეშდა და დაიწყო მსხრევა რა როგორ გითხრათ აი რაღაც ხაჭოსავით ნელ-ნელა რაღაცა ყველი რო გატყდება ისეთი ფორმა მიიღო რეზინამ უკვე დაგაგთავისე
დაიფშნა ხო რაღაცა ძალიან უცხო ფორმა მიიღო და აი ფოტოებშიც მაქვს რა თუ სადმე რამე რეზინა იყო ისე აი რო ჩაჯდება რაც შევძელი გაწმენდა გავწმინდე თქვათ რომ მივედი სახში სულ რაღაცა სპირტით და იმით მაგრამ სადაც ჩაჯდა ხო აი ვერ გარეცხავ ხო ფოტოაპარატს იქ შიგნიდან დაიწყო ლპობა ასე ვთქვათ რა ამ რეზინამ და დაფუჭება იგივე დაემართა რემენსაც აი გადასაკიდებელ ფოტოაპარატის რომელიც ნაჭრის არის კაუჩუკის სპეციალური რეზინა არის რა ნაჭრის არ არის რეზინა ნარევი რაღაც სპეციფიკური რაღაცა ნივთიერება იყო ამ წყალში გარეული რომელიც რეზინას ანადგურებს როგორც ჩანს ხო რაღაცა ამ ფაქტურის ხო ამ ფაქტურის რაღაც ნივთებს აი ასეთ ფაქტია რომ რეაქციაში შედის და დამიშალა რა თლათ ის რეზინის ნაწილები შემოიხსნა ძალიან საინტერესო დეტალია ეს დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიებისთვის. თქვენ რა თქმა უნდა მზად ხართ თანამშრომლობთ გამოძიებასთან, Facebook-ზეც ძალიან აქტიურად ასეთ დეტალებზე ბევრს წერთ. უშუალოდ მინდა გკითხოთ აი ამ დარბევის მომენტში, როცა წყალი შეგესხათ, რა იყო ეს, რა სიმპტომები იგრძენით? გწვავდათ თუ არა წყალი, იმიტომ რომ თუ ეს მხოლოდ წყალია, უბრალოდ დასველების გარდა რა ეფექტი უნდა ჰქონდეს მას. სხვა შორის აი მოგვიანებით მოისმენენ ჩვენი მაყურებლები, როცა ქართული ოცნების დეპუტატები ვნახე რუსთაველზე. მათ მითხრეს, რომ იქო ზოგჯერ რაღაც წიწაკის სპრეისაც იყენებდნენ და წყლის ჭაობს ერთადო და რა თქმა უნდა დაგწუხა. ეგ იყო გაზაფხულის აქციებზე და ეს ფოტოები რასაც აი შენ რასაც აღწერდი, ახლა მე და ჩემი ოპერატორი როგორც გადაგვარჩინე და მიგვიყვანე სასწრაფოდ და იმ დროს შენს გემახსოვრება არანაირი გაზი არ გამოუყენებიათ, იყო მხოლოდ წყლის ჭავლის მანქანა და წყლის ჭავლმა გამოიწვია, რა ვიცი, კანზეს საშინელი შეგრძნება იყო, წვის შეგრძნება იყო და ვერ სუნთქავდით, ხო? ანუ იქ გაზი არავის არ გამოუყენებია, ეს აუცილებლად მნიშვნელოვანი დეტალია დავაზუსტოთ. აი ნახეთ როგორ იყო იცი აი ნიღაბი აი ეს ფოტოები ახლა ძირითადად რაც ტრიალებს ეკრანზე არის გაზაფხულის აქციებზე სადაც წყლის ჭავს და წიწაკის სპრეის ერთად ურევდნენ და იქ არ ვიყავი ისე მომზადებული კიდე ჩანს ფოტო სხვანაირ რესპირატორული რაღაც ნიღაბით ვიყავი და არ მქონდა ის აერწინაღი რომელსაც შემდეგ ასე ვთქვათ ვიყენებდით აგვისტო კი არა და უბრალოდ ოქტომბრის აქციებს უკვე შეიარაღებული როცა ვიყავით ამ ნიღბებით და მაშინ ეს წყალი იმდენად აი პირდაპირ ერთი დიდი ჭავლი მე ჩემესხა და უბრალოდ შენიღბული რადგან ვიყავი პირდაპირ სასუნთქზებთან არ მოხდა მაგრამ როგორც ნიღაბი მოვიხადე აი თმების სველი ის ქურთუკის სველი და ეს ოხშივარი ადიოდა ამ მას რა ქვია წყალს და ეს შევისუნთქე რა, აი მომხდა სასუნთქზებზე და მთელი ერთი 2 კვირა სასუნთქზები, რა თქვა, ჩახრეწილი მქონდა რაღაც ძალიან ცუდი შეგრძნება მქონდა და თუ სადმე აი ნაოჭი, ნაკეცი იყო იმის, რა ქვია, სხეულზე კისერთან, თუ სადმე შეიძლებოდა, რომ წყალი ჩასულიყო, აი ყველგან იყო დარჩენილი აი ნაწლავი, მთელი სახის კანი მეწოდა და იყო რაღაცა აი დამწრობის სინდრომი ჰქონდა რა ზეზრო დაიწედი ადამიანს არჩილ ეს რომ მხოლოდ წყალი არ იყო ამის კიდევ ერთი მტკიცებულება გაქვს ახლა ეთერში ჩვენი უნგრელი კოლეგის მიერ გადაღებული სადაც ჩანს დარბევის დროს წყალი იყო ყვითელი შეფერილობის ჩვენ მოვისმინეთ ექსპერტების სპეციალისტების ანალიზი ზუსტად აი ამ ფერის შეფერილობა უნდა ჰქონდეს ქიმიურ ნივთიერებას რომელზეც BBC-ს ფილმშია საუბარი სამი დღე ვიყავი რუსთაველის გამზირზე, შემდეგ ქუთაისში წამოვედი, აქაც აქციები იყო და აქ ვაშუქებდი და იმ 3 დღის მანძილზე მთელი რუსთაველის გამზირი ამ ოხშივარ რაღაცა საშინელი მწარე გემოცნწარე ქონდა. სხვათა შორის უნდა აღვნიშნო, რომ აი 4-ში რო დარბევა იყო პრეზიდენტის სასახლესთან, იქ მარტო წყალი იყო, იმიტომ რომ დავსველდი, იქაც პირველი ჭავლი მოხვდა, ასე თქვა, სპეციალურად გავსინჯე ქურთუკზე, რომ იყო თუ არა შერეული. მაგრამ იქ სამაგეროთ, ხუთავი აირებით იმუშავე ძალიან და ის თვალებზე ჩაქცევები და რაღაცები ამ გაზის გამო მქონდა რა. ხო და იმ ოქტომბერში, იმ ნოემბერში, იმ პირველ, ასე თქვა, აქციებზე იყო ფაქტი იმისა, რომ აი კადრშიც ჩანს ახლა, რომ მინერალი რაღაცა ქიმიური შენაერთი გამოიყენეს და ძალიან მძიმედ იყო ხარ მათ შორის თქვენს კიდე ერთხელ გამეორდები ისეთი საშინელი
რა ვიცი, ძალიან ცუდ დღეში იყავით. ხო, მე დღეს მაყურებელს გავუზიარეთ ჩემი გამოცდილებაც და მნიშვნელოვანია ამის თქმა მინდა, რომ ყველა მამის შესახებ ახლა ღიად და თავისუფლად ვილაპარაკოთ ყველა საშუალებით. სოციალური ქსელი იქნება ეს თუ ტელევიზია, ეს უნდა იყოს ძალიან ვრცელი, ძალიან დიდი საჩივარი, რომელსაც საერთაშორისო გამოძიება შემდეგ დაარქმევს თავის სახელს და მე მაყურებელს, ვისაც აქვს მსგავსი ისტორიები, დაკვირვება, ვისაც იგივე სიმპტომები აწუხებდა, რაც BBC-ს ფილმშია აღწერილი, შეგვეხმიანოს ჩვენ მომავალ გადაცემებს, რა თქმა უნდა, ამ თემას დავუთმობთ, დიდ ყურადღებას დავუთმობთ ამ საკითხს. ქართული ოცნება ყველანაირად ცდილობს როგორმე ისრების სხვაგან მიმართოს, მაგრამ ეს არის ძალიან დიდი მნიშვნელობის საკითხი, რომელზეც მუდმივად უნდა ვილაპარაკოთ და უნდა მოვითხოვოთ დამნაშავეების დასჯა. არჩილ, თუ რამე გაქვს დასამატებელი და უნდა დაგემშვიდობოთ, რამის თქმა ერთ დავამატებ და აუცილებლად უნდა შევახსენო საზოგადოებას და კიდე ხაზი გაუსვა ამათ უპასუხისმგებლობაზე. ადამიანები, რომლებიც გელაც იმ დღეში ჩააგდებენ, რა დღეშიც არიან, იმათთვის არანაირი ფასეულობა, არანაირი ქართველობა, ადამიანობა, რაღაცა წარსული ისტორია, ღირსება არ არსებობს. იმიტომ რომ იმათთვის არის ერთადერთი რომ სკამი გადაარჩინონ, თავიანთი არა. თავიანთი პატრონის, ასე ვთქვათ და თავის არანაღვლებ დიდად. თორე თავის რო ნაღლობდნენ, აი იმ განცხადებებს არც გააკეთებდნენ. დღეს ეს უпроსტად ბოლო 2-3 დღეა ვერ გაერკვნენ რა თქვან და როგორ გადაარჩინონ თავიანთი პატრონი.